საქართველოში შემოსული სამუხრუჭე ხუნდების დიდი ნაწილი კვლავ შეიცავს ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებას ასბესტს. ყოველი დამუხრუჭების შემდეგ კი ასბესტის ბოჭკოვანი ნაწილაკები ჰაერში გამოიყოფა და შემდეგ ადამიანის ორგანიზმში ხვდება. ასბესტი ავტომობილებში ხშირად გამოიყენებოდა ადრე, ძირითადად არის იაფი მასალა, აქედან გამომდინარე დღეს საქართველოში გვხვდება სამუხრუჭე ხუნდებში ასბესტის მასალა, რაც ძალიან საშიში არის, ვიცით რომ გარკვეული ბოჭკოები, რომელიც ამ ხუნდებს შეიძლება ჰქონდეს, ადამიანის ჯანმრთელობას აზიანებს. აქედან გამომდინარე ჩვენმა ფონდმა ჩაატარა კვლევა რამდენიმე წლის უკან, სადაც გამოვიკლეთ სხვადასხვა ბრენდის ასბესტის ხუნდები და დაახლოებით 80%-ში აღმოჩნდა ასბესტის ბოჭკოების შემცველობა. მაშინაც ვითხოვდით, რომ ძალიან მკაცრად ყოფილიყო გაკონტროლებული იმპორტის სიტუაცია. მაინც პრობლემაა და მაინც შემოედინება არა მარტო ავტოინდუსტრიაში, არამედ სამშენებლო სფეროშიც გამოიყენება ასბესტის ბოჭკო და ჩვენ გვქონდა ამ კვლევის მეორე ნაწილი, სადაც ეგრეთ წოდებული სახურავები გამოვიკვლიეთ, რომელიც იყიდება და ესე რომ ვთქვათ 75%-მდე შეიცავდა ასბესტის ბოჭკოებს. სამუხრუჭე ხუნდების გარდა ასბესტი ჰაერში მშენებლობებისა და რემონტების შედეგად ხდება, რადგან ძველი სახლების უმრავლესობა სწორედ ასბესტის შემცველი მასალითაა ნაშენები. სამშენებლო მასალის გარდა ის ასევე გვხვდება საღებავებში, წყლის მილებსა და შენობის გადასახურ მასალაში. აბსოლუტურად თითოეულ ოჯახში არის საშუალება, რომ ვისუნთქავდეთ დიდი რაოდენობის ასბესტს. საქართველოში ალბათ ძალიან მძიმე მდგომარეობა, უბრალოდ შეუსწავლელია ყველაფერი და რამდენი ადამიანი ჩვენ ვიცით, რომ აი ამ პროფესიულ დაავადებებში კიბო, ვისაც ვითარდება და პროფესიულ დაავადებებსაც ნახევარზე მეტი არის ასბესტის ზემოქმედება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ასბესტის ბოჭკო კანცეროგენულია და ის ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მავნე ნივთიერებაა. ჯანმოს მონაცემებით ასბესტის გამო ყოველწლიურად 100,000-ზე მეტი ადამიანი იღუპება. ასბესტის წარმოება და გამოყენება 60-მდე ქვეყანაშია აკრძალული, ხოლო ევროკავშირში 2005 წლიდან იკრძალება. თუმცა აკრძალვის მიუხედავად ის მოსახლეობაში სხვადასხვა დაავადებას, მათ შორის კიბოს, დღესაც იწვევს. ევროკომისიის მონაცემებით, პროფესიული საქმიანობით გამოწვეული კიბოს შემთხვევების 78% სწორედ ასბესტს უკავშირდება. ევროკომისიის მიზანია ასბესტის ზემოქმედება 10-ჯერ შემცირდეს. ტოქსიკური ნარჩენების, მათ შორის ასბესტის შემცირებას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს. მისი გამოყენება საქართველოში 2006 წლიდან იკრძალება. თუმცა ექსპერტი გარემო საკითხებში გიორგი გარდავა ამბობს, რომ ასბესტის ამ კრძალავი კანონის შემოღება საკმარისი არ არის და მისი ხმარებიდან ამოღებისთვის ერთიანი გეგმის შექმნაა საჭირო. მნიშვნელოვანია ექსპოზიციის, ანუ ასბესტის ზემოქმედების ეროვნული დონე განისაზღვროს და აუცილებლად შესწავლითაც ეს დეტალურად. ეროვნული პროფილი მოიცავს როგორც იმპორტის მდგომარეობას, ასევე სამუშაო ადგილებზე ექსპოზიციის დონის განსაზღვრას, ასევე დასაქმებულების ექსპოზიციის დაქვემდებარება. ყველგან არის ცნობილი განვითარებულ ქვეყნებში და ნორმალურ ქვეყნებში არის ყველა განსაზღვრული, რამდენი ადამიანი განიცდის პროფესიულ ზემოქმედებას ასბესტისას და გვჭირდება აუცილებლად პირველი ყოვლისა საკანონმდებლო ჩარჩო და არა უბრალოდ რეკომენდაციული ხასიათის დებულებებისგან შემდგარი, არამედ თითოეული, რომელიც ვალდებულებებით იქნება დატვირთული პასუხისმგებელი ორგანოებით. გიორგი გარდავა ამბობს, რომ მნიშვნელოვანია მოსახლეობას ასბესტის შემცველ ნივთიერებებთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდოს. გარემოს დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტში ამბობენ, რომ დღეს მსგავსი კანონი არ არსებობს. თუმცა მისი შემოღება 2026 წლისთვის იგეგმება. ამ წუთას საქართველოში არ არსებობს კლასიფიკაციის უნივერსალური სისტემა, მაგრამ ამ წუთას სამინისტრო მუშაობს ევროკავშირის ორი უძლიერესი რეგულაციის, REACH-ის და CLP-ის ჩვენს კანონმდებლობაში ჰარმონიზებაზე. ეს ნიშნავს კლასიფიცირება ეტიკეტირების შეფუთვის მოთხოვნების დანერგვას და არა მხოლოდ ასბესტი, არამედ უამრავი სხვა საშიში ნივთიერება, რომელიც შეიძლება სხვადასხვა პროდუქტში შედიოდეს, უნდა იქნას ეტიკეტზე გათავსებული შესაბამისი ინფორმაცია. სამინისტროში ამბობენ, რომ იმ სახლებიდან, რომლებიც ასბესტითაა ნაშენები, ასბესტის მოხსნის და ალტერნატივით ჩანაცვლება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. მსგავსი პროგრამა, რომ მოხსნის და ასე რომ ვთქვათ, საკარდაკარდავლის ბუნებრივია არ არსებობს, თუმცა ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი საკითხი არის, რადგან სწორედაც რომ ძველ შენობებში, ძველ გადახურვებში არის წარმოდგენილი ასბესტის სხვადასხვა ბოჭკოები. თუმცა ნარჩენების მართვის კანონმდებლობა შემიძლია გითხრათ, რომ სრულად ფარავს ასბესტის ნარჩენების მართვის საკითხებს. სამინისტრო მუშაობთ, საპროექტო წინადადება შევიმუშავეთ და მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა დონორებთან, მათ შორის ევროკავშირთან.
რომლის ფარგლებშიც ძალიან ამბიციური გეგმა გვაქვს, რომ ზუსტად ეს თქვენ რაზეც საუბრობთ, მაგის შეფასება განხორციელდეს, ასევე პროდუქტებში, რაც ბაზარზე შემოდის, ამის შეფასება, კონკრეტულად რომელი ასბესტის ბეჭდოებია და რომელ პროდუქციაში შემოდის და რაც თავარია, ასევე შემდგომი მართვის გეგმები და ალტერნატივებით ჩანაცვლების საკითხები. სამინისტროში ევროკავშირის დონორებისგან დაფინანსების აღებაზე საუბრობენ, რათა ასბესტის პრობლემა მოგვარდეს. თუმცა ქართულ ოცნებას ევროკავშირისგან სახსრების მიღებაზე უარი აქვს ნათქვამი.